გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა პატივცემულო, გამას მაყურებელნო. მე ვარ გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი, უკვე ოდნავ გაზრდილი ულვაშებით და თქვენ კი იმყოფებით გამას პროგნოზებზე. ჩვენ გველის ბაკურიანში 12 იანვარს უმაგრესი ივენთი, 11 უძლიერესი ბრძოლა, უსასტიკესი სანახაობა, ამიტომ მოემზადეთ და მოვისმინოთ ჩემი ვარაუდები თუ ვის რა უპირატესობა აქვს ამ ბრძოლებში. მაშასე მზად ხართ? დავიწყოთ. როგორც მოგახსენეთ 11 ბრძოლა გველის წინ, სამწუხაროდ ერთი ბრძოლა ჩაგვეხსნა და მიუხედავად ჩემ შეპირებისა, მიუხედავად რომ ძალიან ბევრი ვეცადეთ როგორც მე, ასევე ჩემი დამხმარე გუნდის წევრები, უბრალოდ პერიოდია ცოტა ისეთი რომ ბიჭებს ძალიან უჭირთ წონისკლება და უცბად ბრძოლებში ჩართვა, ამიტომ ჩემს და სამწუხაროდ ეს ბრძოლა ვერ ჩატარდება. ანუ უშუალოდ საუბარი მაქვს საბა კონჩოშვილზე, როგორც გითხარით, მე ვთვლი რომ ეს ბიჭი გამას დიდი ალბათობით მომავალი ვარსკვლავია, ამიტომ მისი დებიუტი არც ის შორს გადაიწევს. უკვე თებერვალში ვეცდებით მაქსიმალურად რომ მოუძებნოთ მას სათანადო მეტოქე და მის ბრძოლას ვიხილავთ თებერვალში. თუმცა 11 ბრძოლა აგერმა ეგრევე მეგობრებო დავიწყებთ 93 კილოგრამ კატეგორიით. ეგრევე ეს ორი ვაჟკაცი, ეს ორი მეომარი მიცემენ ტონაჟს ჩვენ ივენთს, იმიტომ რომ როგორც შეგვიძლია ძალიან სასტიკი ბრძოლები გველის, მით უმეტეს შეგახსენებთ რომ ბრძოლები ჩატარდება საბურავებში და მიუხედავად იმისა რომ ბაკურიანში ძალიან დიდი თოვლი დევს, შეიძლება დავადნოთ ვინაიდან დაცხება ბაკურიანში 12 იანვარს. დაცხება კი არა, თოვლს ცეცხლი მოეკიდება, წიწლად შეიღებება. მაშასე პირველი წყვილი ოთარ აბრამიშვილი, ნიკა კრეიზი ბოკელავაძე. ეს ორი ახალგაზრდა შევარჩიეთ სპარინგებზე. ცოტა ძნელია ჩემთვის ამ ბრძოლაში პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან უშუალოდ ოთარ აბრამიშვილის ბრძოლა მე პირადად არ მაქვს ნანახი. ეს ბიჭი შეარჩიეს ჯერ კიდე რომ მაჩმეიკერობდნენ დარა ამარიანი და გიორგი ჭავჭავაძე. როგორც მისი დოსიე მსჯელობს და ასევე ბიჭების გადმოცემი ვიცი, სფრიად გამოცდილი სპორტსმენია. კიდევ ერთი სპორტსმენი კვლავ დავაბრუნეთ სპორტში, ამითი მე ძალიან ვამაყობ უკვე მთელი გამას ისტორია და მას დაუპირისპირდება ნიკა კრეიზი ბოკელავაძე. მიუხედავად იმისა, რომ ოთარის დიდი გამოცდილება აქვს, ვფიქრობ, რომ ასევე მისი ასაკი მე კარგად ვიცი რაზე ვლაპარაკობ, რომელიც არის 35 წლის, შეადგენს ნიკასთან შედარებით, რომელიც არის 21 წლის, არა უპირატესობას, არამედ ნაკლს. თუმცა გამოცდილება, როგორც თქვი, ნიკაზე პროფესიონალურ სპორტში როგორც მინიმუმ მეტად ბევრი აქვს. ამავე დროს მე არ ვიცი სამწუხაროდ არ ვიცი და ეს ერთადერთი ბრძოლა, სადაც მე პირადად არ მაქვს მებრძოლის ერთ-ერთი მებრძოლის უნარები ნანახი. არ ვიცი რა დონის აგრესიით ჩხუბობს და რა ფიზიკურ კონდიციებში მოვიდა ამ შეჯიბრამდე. როგორც გვპირდება, შესანიშნავად გზნობს თავს და კარგ ფორმაშია, თუმცა ასეთ ახალგაზრდა და აგრესიულ მეტოქესთან, როგორიცაა ნიკა, რომლის ring name-იც crazy, ჩემი მოგონილი არ არის, თვითონ შეარჩია ნიკამ, თუმცა სრულიად ვეთანხმები, მაგარი თავდადებული და გიჟური ბრძოლის სტილი აქვს, დაუნდობლად ისურის მუშტებს, თავს არინდობს, მეტოქეს არინდობს, ამიტომ ძნელია უპირატესობა ვიღაცას მივცე, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქ ახალგაზრდა და ბრძოლას მოშიებული ნიკა ძლევს ოთარ აბრამიშვილის გამოცდილებას. თუმცა საინტერესოა გამართლება თუ არა ჩემი პროგნოზი. სულ მცირე უპირატესობას ვაძლევ ნიკას. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. მერაბ Desert Eagle გუკასიანი დაბრუნდა ჩვენს რინგზე და მასთან საბურავებს გაიზიარებს თორნიკე Scarface თუმანიშვილი. ძალიან ძნელია ამ ბრძოლაშიც უპირატესობის გამოყოფა, თუმცა ვფიქრობ, რომ თორნიკე
თავის მომზადებით, თავდადებით და არაადამიანური ძალით ძლევს მერაბის გამოცდილებას და ტექნიკას. თორნიკეს კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ უკვე აქვს მონაგები მოკრივეზე და ესაა გაკეთებული ოქტაგონზე. და მე ვფიქრობ, რომ საბურავებში კიდევ უფრო დიდი უპირატესობა ექნება, ვინაიდან გადაადგილების საშუალება ცოტა ნაკლებია, რა თქმა უნდა, მერაბი ახლოდან მებრძოლია, თუმცა ძალა თორნიკესკენაა. Scarface-ი ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. თორნიკე განგსტა ციკლაური როლანდ პლუჟნიკოვის წინააღმდეგ. ძალიან საინტერესო დაპირისპირება, თუმცა ჩემთვის ამ ბრძოლაში მიუხედავად თორნიკეს დიდი გულისა და უშიშარი ხასიათისა, ამ ბრძოლაში აშკარა უპირატესობა აქვს როლანდ პლუჟნიკოვს. ერთადერთი მომენტი, რაც თორნიკესკენ არის, ეს არის ის, რომ შიშველ მუშტებზე იბრძვის. თუმცა, თუ ავიღებთ ყურადღების ქვეშ იმ მომენტს, რომ თორნიკე არის არც ისე დისციპლინირებული მებრძოლი და მას უყვარს ალკოჰოლური სასმელი, მით უმეტეს ამ პერიოდში, როცა შობა, ახალი წელი, ძველი ახალი წელი, ანუ ბევრი შემაცდუნებელი ფაქტორია მისთვის, ხოლო როლანდი კი შეიძლება ითქვას პროფესიონალური სპორტსმენია. ამიტომ ამის გათვალისწინებით მე ვფიქრობ, რომ აშკარა უპირატესობა როლანდის აქვს, თუმცა შიშველ მუშტებს თავის წვლილი აქვთ ბრძოლაში და თუ როლანდიმ ეს გაითვალისწინა, წესით უნდა მოიგოს. თუმცა ჩვენ გავიხსენოთ პიტბულის და არაერთი პროფ სპორტსმენის დაპირისპირება, ერთ-ერთი ბენო ადამია, ვისთანაც უბრალოდ შანსს არავინ არ აძლევდა, მაგრამ შიშველ მუშტებმა განაპირობა ის, რომ ბენო ხელი იტკინა და პიტბულმა მოიგო ეს შეჯიბრი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში აშკარა უპირატესობა არის როლანდ პლუჟნიკოვისკენ. შემდეგი ბრძოლა, როგორც ატყობთ, თან და თან წონითი კატეგორიები იწევს, მაგრამ დამიჯერეთ. არანაირად სანახაობა არ დაიწევს, არც გრადუსი და სისასტიკე უბრალოდ გამრავლდება. და ეს ბრძოლა დამიჯერეთ არის ერთ-ერთი პრეტენდენტი, შეიძლება მთავარი არა, მაგრამ აშკარა პრეტენდენტი საღამოს ბრძოლის ბონუსზე. და მე მაქვს საუბარი ლადო მეგრელიძე და ბექა გაბაიძეს შესახებ. ესე იგი, ლადოს ბრძოლა აქვს უკვე ჩატარებული გამას საბურავებშიც, ოქტაგონზეც. ლადოს მიუხედავად იმისა, რომ აქვს რეკორდი 1-2-ზე, ანუ 1 მოგება და 2 წაგება, მინდა შეგახსენოთ, რომ უსასტიკეს მეტოქეებს ებრძოლა. მათ შორის შეიძლება ითქვას, რომ 2 წონით კატეგორიაზე მე თან უდაო ერთ-ერთ ლიდერთან და ვასკლავთან, 65 კილოგრამის ყოფილ ჩემპიონთან, ტყვია გაუმტარი ლევან იანქოშვილთან აქვს ბრძოლა ჩატარებული, სადაც ძალიან ვაშკაცურად იბრძოლა, არ დაუშინდა და არც მისი წინაბრძოლებია გამონაკლისი. ბექა გაბაიძემ კი ენამებმევა რომ ახსენდება მისი და ჯალალ ამირახოვის ბრძოლა. ისეთი შეუჩერებელი აგრესია და სისასტიკე გვაჩვენეს ბიჭებმა, რომელიც გამას რინგზეც კი ხშირად არ ხდება. ეს იყო რაღაცა დაუვიწყარი ომი. ბექას ბევრი ტრავმები ჰქონდა. ერთხელ თუ ორჯერ ავარიაში იყო მოყოლილი და ამის გამო არის მისი ასეთი ხანგრძლივი პაუზა, როდესაც არ გამოდიოდა. სულ ერთი ბრძოლა აქვს ბექას ჩატარებული გამას რინგზე. ამ ბრძოლაში ძალიან ძნელია რომ გამოუყო ფავორიტი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან სპორტსმენი აქტიური იყო, ბექასაც სერიოზული ტრავმები ჰქონდა ავარიების ხარჯზე მიღებული, ამიტომ რამდენადაც გული არ უნდა მტკიოდეს, ამან დიდი ალბათობით იქონია ზეგავლენა და ვფიქრობ, რომ ლადო მეგრელიძეს ექნება იმის ხარჯზე, რომ უკვე მეტი გამოცდილება აქვს შეძენილი, მიუხედავად იმისა, რომ ბექაზე დიდი ხნის მერე მოვიდა გამაში და არ მიუღია ასეთი სერიოზული ტრავმები, როგორიც ბექამ მიიღო რინგს გარეთ. ჩემი ვარაუდი თუ სწორია, ვფიქრობ, რომ ლადო მეგრელიძეს აქვს მცირედი უპირატესობა ბექა გაბაიძეზე.
ეს ბრძოლა არის ძალიან საინტერესო, როგორც სანახაობრიობის მხრივ, ასევე პიროვნებების მხრივ, ხო? ესე იგი, მერაბ იაშვილი ახმედკან ჰოჟგორის წინააღმდეგ. მერაბ ჩვენი ტარზანა იაშვილი ყველას გახსოვთ, ვფიქრობ, ამ ადამიანს რაღაც განსაკუთრებული ქარიზმა და შემართება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მერაბს არ აქვს არანაირი გამოცდილება საბრძოლო სპორტში, ის არის ბუნების მიერ დაჯილდოვებული. მერაბის მე მგონი მარტო კისერზე უფრო მეტი კუნთი აქვს, ვიდრე მე მთელ სხეულზე. ბევრი დაცინის ხოლმე კომენტარებში რომ რაღაც არაკლასიკურ დგომით დგას და ასე ვთქვათ ეტყობა გადაადგილებაზეც და დარტყმების სტილზე რომ კლასიკური სკოლა არ აქვს გავლილი, თუმცა დამიჯერეთ ამ ადამიანთან რინგზე გასვლა უმეტესობა ჩვენი მაყურებლისთვის უბრალოდ სიკვდილის ტოლფასი იქნება. მერაბის აქ რაღაც უსასტიკესი ძალა, რამდენადაც არადისციპლინირებულია, იმდენად ძლიერია, იმდენად ამოუცნობელია და იმდენად unpredictable ტიპია ყველა ამ სიტყვის მნიშვნელობით და მე პირადად ვინაიდან მაქვს გარკვეული გამოცდილება საბრძოლო სპორტებში, მათ შორის კრივში და მუშტი კრივშიც, შემიძლია გითხრათ, რომ ამნაირ ტიპებთან, აი ქუჩის მებრძოლებთან დადგომა ხანდახან მეტად უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე კლასიკურ მოკრივესთან თუ სხვა კლასიკური სტრაიკინგის წარმომადგენელთან. ცალკე იმასაც გამოვყოფ, რომ მერაბი მიუხედავად იმისა, რომ 84 წონით კატეგორიაში იბრძვის, ზაპასით აბარებს ყოველთვის წონას, ხან 91, ხან 82 აბარებს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მერაბიზე ვინმეს დიდი უპირატესობა აქვს. პირიქით, ხშირად ისე მომხდარა, რომ დარტყმის ძალა მერაბისკენ იყო. მერაბიზე თითქმის ყველაფერი გითხარით, ცალკე მინდა აღნიშნო ახმედკან ჰოჟგორი. ეს არის სპორტსმენი თურქეთიდან, მერაბისთვის სათანადო მეტოქეა. წინ მიიწევს, სპარინგებიდან ავიყვანეთ, უკვე გამაში აქ ერთი ბრძოლა ჩატარებული, ნოკაუტით მოგებული. ცალკე მინდა აღნიშნო, რომ ეს დიდი ჯვარის სვირინგი აქვს გულზე და ახმეტი ვფიქრობ, რომ ძალიან სანახაობრივ ბრძოლას დადებს მერაბისთან. ეს არ იქნება არანაირად კატა თაგვობანა, არ იქნება პირველ და მეორე ნომრად მუშაობა. ვფიქრობ, რომ ბიჭები შევლენ ჯახში, შეიძლება ბევრი კლინჩიც იყოს, იქნება რაღაც უძლიერესი ტონაჟის დარტყმების კორიანტელი თუ შეიძლება ასე ითქვას და აი ვისი დარტყმა აჯობებს, აქ უკვე ძალიან კიდევ ერთხელ ვიტყვი, დიდი კითხვის ნიშანი ჩდება. ვინაიდან ვფიქრობ, რომ დარტყმის ძალა და უშუალოდ გამას რინგზე გამოცდილება მერაბისკენაა, თუმცა ახმედკანს უფრო დახვეწილი ტექნიკა აქვს. ამავე დროს გაბარიტებით მერაბიზე დიდია და კრივის ტექნიკა უფრო მეტად მაღალ დონეზე არა, მაგრამ შედარებით მაღალ დონეზე აქვს. ამიტომ ამ ბრძოლაში ვიტყოდი, რომ შანსები 50-50-ზეა, მაგრამ არ მიყვარს, როცა პროგნოზებში იძახიან, რომ არ ვიცი ვინ მოიგებს, ან 50-50-ზეა შანსები. ამიტომ ჩემი აზრი უნდა გითხრათ და ესეთი ცივი გათვლით სულ მცირედ უპირატესობას იმის ხარჯზე, რომ გაბარიტები დიდია, დარტყმის ძალა ასე არ გამიზომია, სუბიექტიურად შემიძლია ვიმსჯელო, რომ მერაბის აქვს ოდნავ დიდი, თუმცა ეს ფაქტი არ არის და კრივის ტექნიკა უფრო დახვეწილი აქვს ახმედს. ამიტომ სულ რაღაც მიზერულ უპირატესობას მე მივცემ ახმედკან ჰოჟგორს. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. ბექა ლომსაძე და ზვიად მუკვანი გაიზიარებენ გამას რინგს საბურავებში, შეგახსენებთ კიდევ ერთხელ და ზვიად მუკვანი მინდა გითხრათ, რომ არის ზურა მუკვანის ძმა. ერთი ბრძოლა აქვს უკვე ჩატარებული მას. არ იყო ეს მისთვის ადვილი ბრძოლა ერთფეროვნად. ზურას კარგი კრივის ტექნიკა აქვს. და მაგიტომაც გაუჭირდა გოჩა სენსეი ჯანელიძესთან კლინჩში ბრძოლა. თუმცა მცირე უპირატესობით მან მოუგო სენსეის და ეხლა გავიდა
ბექა ლომსაძესთან საბრძოლოდ. ბექა ლომსაძეს უკვე აქ გამას რინგზეც და ოქტაგონზეც არაერთი ბრძოლა ჩატარებული. ბექას რეკორდია 3 მოგება, 2 წაგება. როგორც მოგებები, ასე წაგებები ძალიან სანახაობრივი იყო. მარტო ზურა მარგიშვილთან ბრძოლა ცალკე სანახაობის ეტალონი იყო. ინტრიგა აქეთ-იქით იწევდა და მე რა რომ ეს ბრძოლა მსაჯებმა ზურას მიცეს, მე ვაფასებ ასეთ ბრძოლას ყოველთვის. ეს ჩემთვის ასეთი წაგება ბევრ მოგებას ჯობია და მე ვაფასებ ბიჭების თავდადებას. მათ შორის მინდა გითხრათ, რომ ბექა ლომსაძეს აქვს შიშველ მუშტებზე ნაბრძოლი და ზოგადად გამოცდილება ბექასკენაა. მიუხედავად იმისა, რომ ზვიადი მუკვანი არის 76 კილოგრამის ჩემპიონის ძმა, მინდა იგივე ზურას მისი ჩემპიონი ძმის ვარაუდით მალე ხო ზვიადი გახდება 76 კილოს ჩემპიონი, თუმცა ეს ზურას სუბიექტიური აზრია. იქ არ დავიწყოთ, რომ ნიკა ნოზაძეა და ბევრი სერიოზული მეტოქე ყავს წინ გასავლელი ზვიად მუკვანს, სანამ ჩემპიონი გახდება. და ბექა ლომსაძე არ არის გამონაკლისი. მე ვფიქრობ, მეცაც გეტყვით, რომ ბექა თუ სწორად წაიყვანს ამ ბრძოლას, თუ კაი ფიზიკურ კონდიციებშია მისული და თუა გათვალისწინებული ზვიადის ტექნიკა და ძლიერი და სუსტი მხარეები, ფრიად კაი შანსი აქვს ბექა ლომსაძეს, რომ მოგებული დაამთავროს ეს ბრძოლა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ბექას აქვს 5 ბრძოლა უკვე ჩატარებული და ზვიადს მხოლოდ 1, ვფიქრობ და თუ, რა თქმა უნდა, აქ არის დიდი თუ და როგორც ბექას შემთხვევაში, ასე ზვიადის შემთხვევაში ეს თანაბარი თუა, ბიჭები არ გადაყვნენ სმაჭამას ამ საახალწლო დღესასწაულებზე. ვფიქრობ, რომ ბექა ლომსაძეს აქვს უპირატესობა, დიდი არა, თუმცა უპირატესობა იმის ხარჯზე, რომ კრივის ტექნიკა თითქმის ერთნაირი აქვს, გამოცდილება აშკარად ბექასკენაა, თუმცა ზვიადი შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ ფიზიკურად უფრო, ათლეტური ტანის აგებულობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ეს ჩემი სუბიექტიური აზრია, ფიზიკურად ოდნავ ღონიერია ვიდრე ბექა, თუმცა ეს ფაქტი არაა. და იგივე, ესე იგი, ფიზიკური ძალა უპირველეს ყოვლისა მებრძოლს ეხმარება თუ კლინჩს გამოიყენებს აქტიურად, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ ზვიადის პირველ ბრძოლაში. ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე უპირატესობას ბექა ლომსაძეს ვაძლევ. შემდეგი ბრძოლა გელა თეგაშვილი ნიკა კალანდაძეს წინააღმდეგ. ნიკა კალანდაძე, მეგობრებო, არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, უშუალოდ საბრძოლო სპორტში მას არაერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული. უპირველეს ყოვლისა, ნიკა კალანდაძეს MMA-ში აქვს ყველაზე მეტი ბრძოლა ჩატარებული და ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამას რინგზე ის არის დებიუტანტი, ფრიად სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს გელა თეგაშვილს. გელა თეგაშვილი დაბრუნდა გამას რინგზე, დაბრუნდა თან კრივის ქამრით, ასე ვთქვათ, ტყუილა არ იყო მოშორებული გამას. საქართველოს ჩემპიონია გელა კრივში და შეგახსენებთ, რომ გამას რინგზე მას აქვს 3 მოგება მოპოვებული და წაუგებელი არის გელა დღემდე. რამოდენიმე, თუ არ ვცდები, ყველა ბრძოლა დაამთავრა მან დროზე ადრე. თან იმასაც დავამატებ, რომ გელას უმეტესი მეტოქეები არ იყვნენ ხელწამოსაკრავი მებრძოლები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში ფრიად თანაბარი შანსებია, თუმცა იმის ხარჯზე, რომ გელა უფრო სპეციალიზირებულია დარტყმით ტექნიკაზე, ნიკასგან განსხვავებით, ნიკა ჭიდაობს კიდევაც, გრეპლაობს კიდევაც, სტრაიკინგიც არ არის მისთვის უცხოხილი. ვფიქრობ, რომ გელასკენა უპირატესობა, ამ უპირატესობას კიდე ემატება ის ფაქტი, რომ გელას აქვს უკვე 3 ბრძოლა გამას რინგზე ჩატარებული და რა თქმა უნდა გამოცდილება უპირატესობას შესძენს. თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნიკა კალანდაძე არის
ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, MMA-ში კონკრეტულად არაერთი ბრძოლა აქვს შემოტრიალებული, ძალიან ისეთი პროფესიონალური სპორტსმენია, ხასიათით გამორჩეული, მებრძოლის ხასიათით. ამიტომ შანსი, კაი შანსია რომ აფსეთი იყოს ამ ბრძოლაში, თუმცა მე ვფიქრობ რომ უპირატესობა არის გელა თეგაშვილისკენ. მაშასე, ჩემო პატივცემლო მეგობრებო, ბრძოლების მოყვარულებო, ჩვენ გადავდივართ შიშველ მუშტებზე და გამას გრან პრის 1/4 ფინალზე. ჩვენ გველის ამ ივენტზე 3 გრან პრის ბრძოლა და პირველი მათგანი ეს იქნება ბრძოლა გიგა თაბუკაშვილისა და ხეზრეთ გოჟჯანოვის შორის. ვფიქრობ რომ უმაგრესი სანახაობა დაიდება. შეგახსენებთ რომ გიგა თაბუკაშვილსაც ისევე როგორც მის თურქმენ მეტოქეს არ აქვს ჯერ გამას რინგზე წანაგები. გიგაც წაუგებელ სერიაზე მიდის 3-0-ზე, იგივენაირად როგორც ხეზრეთ გოჟჯანოვი. ორივე მებრძოლისთვის შიშველი მუშტები არანაირად არ წარმოადგენს პრობლემას და ძალიან თავდაჯერებულად მიდიან ორივე წინ. შეგახსენებთ ხეზრეთს აქვს არაერთი ბრძოლა ჩატარებული, მრავალფეროვანი ბრძოლები აქვს ჩატარებული. კონტენდერ ლიგაში მან 70 კილოგრამში იჩხუბა. მეტად წონით მძიმე და გაბარეტებიან მებრძოლთან. 3-ვე რაუნდი გასტანა ამ ბრძოლამ, თუმცა ხეზრეთმა აშკარა უპირატესობით მოიგო. მეორე ბრძოლა მან ჩაატარა გიორგი კალანდიასთან. ჩემი პირადი დაჯერებით ეს ხეზრეთს არ უკარგავს არანაირად დამსახურებას, თუმცა ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, ხეზრეთს აქვს ძალიან კარგი კრივის, სამოყვარულო კრივის სკოლა გამოვლილი. თუმცა გიორგი კალანდიას თავიდანვე რო ჩართულიყო 100% და ებრძოლა გამას შესაფერის ბინძურ კრივით, ვფიქრობ რომ ხეზრეთს მოუგებდა, თუმცა გიორგი გვიან ჩაირთო, მხოლოდ მესამე რაუნდში თუ სწორად მახსოვს და მიუხედავად იმისა, რომ მესამე რაუნდი აშკარად მოუგო, წინა ორი რაუნდი ხეზრეთის იყო, ამიტომ ხეზრეთი გადავიდა მოუგებელ სერიით. ბოლო ბრძოლა მან ჩაატარა გრან პრის ფარგლებში და ფაქტიურად ერთი დარტყმით დაამთავრა ეს ბრძოლა, ერთი ძალიან ზუსტი და ფრიად ძლიერი დარტყმით დაამთავრა მან ეს ბრძოლა. გიგა თაბუკაშვილს ასევე აქვს რეკორდი ზუსტად იგივენაირად როგორც ხეზრეთს 3-0-ზე. მას აქვს ასევე არაერთი ომი გამოვლილი. ბოლოს გავიხსენებ რომ არ გავწელოთ, ეს იყო გიორგი ხაჩიძესთან ჩატარებული ბრძოლა გრან პრის ფარგლებში. ძალიან მაგარი ბრძოლა იყო. 3-ვე რაუნდი იჩხუბეს ბიჭებმა, თუმცა საჯებმა გადაწყვიტეს რომ იმ ბრძოლაში გიგა თაბუკაშვილმა მოიგო. რაშიც მე მსაჯებს ვეთანხმები. და ორივე მებრძოლი წაუგებელი სერიით 3-0-ზე მიუახლოვდნენ გრან პრის 1/4 ფინალს და როგორც წინათ ვთქვი ტრეილერში someone's has to go, ვიღაცა პირველად იგემებს წაგებას. უკვე გამას ოქტაგონზე არა და საბურავებში. ვინ იქნება ეს ხეზრეთი თუ თაბუკაშვილი და ვინ გადავა ნახევარფინალში, ჩვენ ვიხილავთ უკვე 12 იანვარს. ამიტომ არ დაახამხამოთ თვალები. ცალკე მინდა ჩვენს მაყურებელს რომ განუმარტო შემდეგი მომენტი. ჩვენ კენჭის ყრის დროს წვილები სხვანაირად ყავდა შერჩეული. ანუ გიგა თაბუკაშვილს და ხეზრეთ გოჟჯანოვს სხვა მეტოქეები ყავდათ. ხეზრეთს უნდა ეჩხუბა წესით ბაქარისთან, გიგას კი უნდა ეჩხუბა კვიჟინაძესთან. თუმცა კვიჟინაძესაც და ბაქარისაც აქვთ ტრავმები მიღებული. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მებრძოლებს მივცეთ ცოტა მეტი დრო, ანუ ერთი თვით კიდე მეტი დრო, რომ მოიშუშონ ეს ტრავმები და დატრაუმულები შეხვდებიან ერთმანეთს. თუმცა ხეზრეთიც და გიგაც უკვე დიდი ხანია პაუზა აქვთ აღებული, ანუ 2 თვე გავიდა მათი წინა ბრძოლიდან და შევათანხმეთ ეს ბრძოლა. ვფიქრობ რომ ძალიან დიდი სანახაობა გველის. ამ ბრძოლაში აშკარა უპირატესობა კი არა, მცირე უპირატესობაც კი
ძალიან ძნელია რომელიმე მებრძოლს მივცე. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ხეზრეტი ძალიან მაგრა გადაადგილდება, ზუსტი ხელები აქვს, გიგას კი გამასთვის შესაფერისი დარტყმის ტონაჟი აქვს, რომელიც ვფიქრობ, რომ ხეზრეტის დარტყმის ტონაჟზე უფრო დიდია და ასევე გიგა უფრო გამას მით უმეტეს საბურავებისთვის უფრო შესაფერის სტილში ჩხუბობს. იგი არ ერიდება ბინძურ კრივს, კლინჩს და ჩემი პირადი დაჯერებით სულ ოდნავ გიგას, სულ ოდნავაც შეიძლება არა, შეიძლება აშკარად კიდევაც კონდეს უპირატესობა ძალაში, ღონეში და ვინაიდან გიგა კლინჩს გამოიყენებს და გავიხსენოთ იგივე ხეზრეთს რომ გაუჭირდა კალანდიასთან კლინჩის გამოყენების დროს ბრძოლა, ვფიქრობ რომ სულ მცირე უპირატესობა ბევრს შეიძლება გაგიკვირდეთ გიგა თაბუკაშვილს მინდა მივანიჭო. მეგობრებო, ეს ბრძოლა ცალკე აღსანიშნავია ჩემთვის. ვინაიდან იბრძვიან გამას ვეტერანები, ვინაიდან იბრძვიან შიშველ მუშტებზე, გრან-პრის ფარგლებში და ეს არის რემატჩი. კოტე ზომბიჭკადუა ელგუჯა ბიძი გოგიას წინააღმდეგ. თქვენ ფიქრობთ რომ ამ ბრძოლაში თითქოს და ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ მე გეტყვით რომ მეგობრებო, არ არის ყველაფერი გადაწყვეტილი. ვინაიდან თუ მათ პირველ ბრძოლაში ელგუჯამ კლასით აჯობა, შეგახსენებთ რომ სულ სხვა წონით კატეგორიაში იყო ის ბრძოლა, იმასაც შეგახსენებთ რომ შიშველ მუშტებზე არ ყოფილა ის ბრძოლა და კოტე სერიოზულად გაიზარდა იმ ბრძოლის შემდეგ. შეგახსენებთ რომ ელგუჯას რეკორდია 5-3-ზე, ხოლო კოტეს რეკორდია კი 9-7-ზე. ანუ ორჯერ მეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული, ორჯერზე მეტი ბრძოლა აქვს კოტეს ჩატარებული გამაში, მათ შორის შიშველ მუშტებზე, ვიდრე ელგუჯას. მაშინ ასეთი დიდი სხვაობა არ იყო. იმასაც შეგახსენებთ რომ კოტეს წონის კლებასთან არასდროს არ ქონია პრობლემა, ელგუჯამ კი უკვე დააფიქსირა ამ გრან-პრის ფარგლებში, რომ მან წონა სერიოზული დარღვევით ჩააბარა. ლეგიტიმური დარღვევით, თუმცა 2-ზე მეტი კილო ისეთ თემაა რა. მეტოქესაც რომ იგივენაირი დარღვევა არ დააფიქსირებინა, შეიძლება სულ სხვა რეზულტატი ყოფილიყო. ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ მომენტის გათვალისწინებით, რომ ზომბიმ ცალკე კლინჩიც დახვეწა, რომელშიც ელგუჯას მაშინ უპირატესობა ჰქონდა, როდესაც პირველი ბრძოლა ჩაატარეს, ასევე ახლა ზომბი კრივს ხვეწავს აკა კაკრიაშვილთან. ეს გასათვალისწინებელია და რაც მთავარია მეგობრებო, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმევ, რომ წონითი კატეგორია არის სულ სხვა. კიდე ერთი მომენტი. თუ პირველ ბრძოლაში ელგუჯა შესანიშნავად მეორე ნომრით მუშაობით შანსს არ აძლევდა ზომბის მიახლოვებისა და როცა ზომბი უახლოვდებოდა და კლინჩით უნდოდა შეტევა, კლინჩი უბრალოდ ვერაფერს ვერ უპირისპირებდა ელგუჯას. ელგუჯას კლინჩი მეტად მაღალ დონეზე იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კლინჩი ზომბიმ დახვეწა და ზურმავასაც კი მოუგო მან კლინჩის ხარჯზე ბაკურის ჩიქოვანზეც აქვს მოგებული და ელგუჯას შესანიშნავი გადაადგილება აქვს, თუმცა საბურავები ამის საშუალებას ნაკლებად მიცემს. და კიდევ ერთი მომენტი, რომ ეს ბრძოლა ჩატარდება შიშველ მუშტებზე, სადაც ზომბი ძალიან თავდაჯერებულად გზნობს ხოლმე თავს. ელგუჯას კი თუ სწორად მახსოვს და სწორად აღვიქვი ის თვალით მიღებული ინფორმაცია, რაც ელგუჯას ბრძოლის დროს გამოჩნდა, მან ხელი იტკინა და ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ ელგუჯას სუსტი ხელები აქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ზომბის ხელები უფრო მყარია, შიშველ მუშტებზე ვსაუბრობ, ვიდრე ელგუჯას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ შანსები ამ ბრძოლაში ძალიან გათანაბრებულია. მე შეიძლება გარკვეულ დონეზე არ ვიყო ობიექტიური, ვინაიდან იცით რომ გამას ვეტერანებისკენ ცალკე დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი მით უმეტეს ზომბისკენ, თუმცა მიუხედავად ამ თვითკრიტიკული აზრისა, ვფიქრობ რომ მაინც სულ მიზერული უპირატესობა შემიძლია ზომბის მივცე. თუ სწორად წაიყვანს ბრძოლას,
თუ კარგ ფორმებში და კონდიციებში მივა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ არის შანსი კიდევ რომ ელგუჯა მწონა არ ჩააბაროს და თუ ჩააბარებს, შეიძლება ამ მწონის კლებამ გარკვეული უკუშედეგი გამოიტანოს, აი სულ მცირე უპირატესობას მივცემდი ზომბის ამ ბრძოლაში. ჩვენ გადავედით გრან-პრის ბოლო ბრძოლაზე, ეს ბრძოლა ჩატარდება 73 წონით კატეგორიაში. ეს არის 73 კატეგორიის 1/4 ფინალის ბრძოლა. ძირითადი ბრძოლები წინა ივენზე ჩატარდა, თუმცა ეს ბრძოლაც 1/4 ფინალს დაამთავრებს და ჩვენ უკვე გვეყოლება 73 კილოს ნახევარფინალისტები და ფინალისტები, რომლებიც უკვე შემდეგ ივენზე დიდი ალბათობით ჩაატარებენ ნახევარფინალს და ფინალს. თუმცა, ნუ გაუსწრებთ მოვლენებს, ჩვენ წინგველის დავით The Stoner ბადურაშვილის და ნაირ ახალქალაქელის ბრძოლა, მეგობრებო. ამ მებრძოლებს შორის საკმაოდ საინტერესო ვითარება ხდება, თურმე ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს, თუმცა კაი ტრეშ-თოქი გაუშვეს, საკმაოდ დამაინტრიგებელი ბრძოლაა. ორივეს აქვს უარყოფითი რეკორდი მუშტიკრივში. ანუ დავით ბადურაშვილს აქვს 6 მოგება, 9 წაგება, თუმცა უმეტესი წაგებები მას აქვს ძალიან სერიოზულ მეტოქეებთან, მათ შორის 76 კილოგრამი წონით კატეგორიის ჩემპიონთან და არა მარტო. და 6 მოგება კი ძალიან დამაჯერებლად აქვს ჩატარებული. ბევრ მათგანში უწინასწარ მეტყველია, რომ ამ რაუნდში რაღაც კონკრეტულ პოზაში გათიშავდა მეტოქეს და ეს უმეტეს ჯერად წინასწარ მეტყოლებები ზუსტად აუხდენია. ჩემთვის ვანგაა დავით ბადურაშვილი. ნაირ მელიქიანსაც შეგახსენებთ, რომ აქ რეკორდი 1-2-ზე, გამაში მან ჩაატარა, მას აქვს სულ ერთი ბრძოლა ჩატარებული, თუმცა სხვა პრომოუშენში აქ ნაბრძოლი, ნაირს ყველა ბრძოლა მუშტიკრივში აქ შიშელ მუშტებზე ჩატარებული, ეს ბრძოლაც არ იქნება გამონაკლისი და მიუხედავად იმისა, რომ ორივე მებრძოლი არიან უარყოფითი რეკორდით, კიდევ ერთხელ ნაირ მელიქიანს აქვს 1 მოგება, 2 წაგება და ბადურაშვილს 6 მოგება, 9 წაგება, ეს არ იქნება რაღაცა ადვილი ბრძოლა, ხო? ორივე მებრძოლი გამოირჩევა თავისი უნიკალური სტილით, დავითი წინასწარ მეტყველებით, ნაირი უბრალოდ რინგზე გასვლა უკვე მაგ ადამიანთან უმეტეს მომაკვდავისთვის ძალიან საშინელება არის და სტილისტიკაც ძალიან განსხვავდება. დავითი თუ არის გამორჩეული ძალიან ძლიერი დარტყმებით გრძელ დისტანციაზე და საკმაოდ მაღალი დონის დაცვით, ნაირია გამორჩეული რაღაცა არაადამიანური აგრესიით, სიხისტით და ამავე დროს ძალით. რაც კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ხდის ამ ბრძოლას. თუ იმსჯელებთ იმაზე, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს ამ ბრძოლას, აი იმის ხარჯზე, რომ დავითი არის სრულიად ამოუცნობი, რა ფორმაში მოვა, რა ხასიათზე, კონკრეტულ იმ დღეს თვითონაც ხშირად არ იცის ხოლმე. ამიტომ აი ამ ამოუცნობლობის ხარჯზე მე უპირატესობას მივცემდი ნაირ მელიქიანს. უმეტესობა იტყვის, რომ ბადურაშვილს შანსი არ აქვს და ასე შემდეგ. მე კი ვიტყვი, რომ დიდი აფსეთი შეიძლება ბადურაშვილმა მოახდინოს. და რატომ? ბადურაშვილს შეუძლია დისტანციაზე ბრძოლა და ნაირს კი პრობლემები აქვს, თუ ნახავთ მის ბრძოლებს მუშტიკრივში, პრობლემები ექნება, როცა მეტოქე დისტანციას კარგად აკონტროლებს. მე ვერ ვიტყვი, რომ ბადურაშვილი შესანიშნავად აკონტროლებს დისტანციას, თუმცა დისტანციაზე ბრძოლაში ნაირთან უპირატესობა აქვს. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს ბრძოლა საბურავებში მოხდება და ნაირის ბექგრაუნდია MMA. ტიპს MMA-ში აქვს რაღაცა წარმოუდგენელი რეკორდი, 14 მოგება აქვს, თუ სწორად მახსოვს და 0 წაგება. მისი ბრძოლები რომ ნახოთ, უბრალოდ ცალკე რაღაც სისასტიკეში აყავს ეს აგრესიის დონე. ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ნაირს მივცემდი უპირატესობას, თუმცა პატარა ნიუანსით, რომ ბადურაშვილმა თავისი ოვერჰენდით
და თუ სწორად დაამუშავა ჯები, შეუძლია რომ დიდი აფსეთი გამოიწვიოს. და ჩვენ მიუახლოვდით მთავარ ივენტს. ბექა Warrior კორტავა. ბესო ფარჯიანის წინააღმდეგ. შეეცდება რომ დაიცვას ქამარი. მე უპირველეს ყოვლისა ვიმედოვნებ რომ ორივე მებრძოლი უპრობლემოდ ჩააბარებს წონას. ვინაიდან ბექა თუ ვერ ჩააბარებს წონას, ქამარი მოეხსნება, ბესო თუ ვერ ჩააბარებს წონას, მას ჩაანაცვლებს ბაბუ. ბაბუ აზღვევს ამ ბრძოლას. ამიტომ უპირველეს ყოვლისა მაგაზს ვინატრებდი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ ვიცით რომ ბექას პრობლემები აქვს წონის კლებასთან დაკავშირებით. ორივე მებრძოლი გამორჩეულია, ორივეს რეკორდი აქვს 3-0-ზე. ბექა კორტავას თუ არ შექმნია პრობლემა გამას რინგზე არც ერთ მებრძოლთან, ვისთანაც უბრძოლია, ბესო ფარჯიანს შექმნია, თუმცა გადაულახია ეს პრობლემა და ბევრი ისეთი ბრძოლა აქვს შემოტრიალებული, ისეთ ომებში აქვს მონაგები, რომ მისი ხასიათი და ბრძოლის უნარიანობა საერთოდ არ ტოვებს არანაირ კითხვებს. ბექას ბრძოლის უნარიანობაც ჩემთვის არანაირ კითხვებს არ ტოვებს, თუმცა კითხვის ქვეშა შეუძლია თუ არა ბექას 3 რაუნდის ბრძოლა, ვინაიდან ყველა ბრძოლა პირველ რაუნდშივე აქვს დამთავრებული. ამიტომ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია თუ როგორ დაიკლებს ბექა წონას, რა კონდიციებში იქნება ამ წონის კლების ხარჯზე, როგორ აღიდგენს და ბევრი ნუანსია ჩაქსოვილი ამ ბრძოლაში და ესე შეიძლება ითქვას, რომ ბექას უპირატესობა აქვს, მით უმეტეს სტილს თუ გავითვალისწინებთ, ბიჭებს განსხვავებული სტილი აქვს ბრძოლის, ბექა უფრო შეკრულად იბრძვის, ძალიან მაღალი დარტყმის ტონაჟი აქვს, ბესო უფრო ტემპით უტევს, თუმცა შეტევის დროს იხსნება და ძირითად დარტყმებს ატარებს შეტევის დროს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე ვფიქრობ, რომ მაინც უპირატესობა ბექა კორტავას აქვს, თუმცა უდაოდ დიდი შანსი აქვს ბესოსაც, რომ დიდი აფსეთი გამოიწვიოს და ქამარი წაიღოს სვანეთ. სულ ეს იყო მეგობრებო ჩემი პროგნოზები, ვნახოთ თუ როგორ ამართლებს. დაწერეთ თქვენი აზრები, რამდენად იზიარებთ ამა თუ იმ პროგნოზ კონკრეტულ ბრძოლებში, თუ იზიარებთ რა მომენტში მეთანხმებით და რა სხვა ნუანსების გამოყოფა შეგიძლიათ, თუ არ იზიარებთ და თქვენი არგუმენტაცია ძალიან მაინტერესებს. როგორც ნახეთ ნიუსებში თითქმის ყველა კომენტარს უპასუხე. შევეცდები რომ ამომწურავი პასუხი გაგცეთ ყველას, თუმცა გაითვალისწინეთ ხო და გამსჯით ამკენწლავთ ჰაერში თუ ყველას ვერ უპასუხე. ვინაიდან თქვენ ძალიან ბევრი ხართ, მე ვარ ერთი და ამავე დროს ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ ეს შეჯიბრიც ისევე როგორც უმეტესობა, ყველა რა უმეტესობა გამას შეჯიბრი იყოს უმაგრესი სანახაობა. როგორც შეგპირდით, 12-ში ბაკურიანში იქნება ნოკაუტების წვიმა, თოლს დავადნობთ ისე დაცხება იქ. ამიტომ არ გამოტოვოთ, ყველა ვინც ბაკურიანში იქნებით და გამას ბილეთი არ გაქვთ შეძენილი, სხვა რას აპირებთ 12-ში საღამოს გამაგებინეთ, ვისაც არ გაქვთ საშუალება რომ ჩამოხვიდეთ, ან უბრალოდ ადგილები აღარა, იყიდეთ ტრანსლაცია და რეგისტრირდეთ ლიდერბედზე, თუ გინდათ უფასოდ რა უყუროთ, თუ ვერ უყურებთ ლიდერბედზე, ამა თუ იმ მიზეზებით, ბევრი მიზეზია, შეგიძლიათ გამა TV.jz-ზე უყუროთ, წინასწარ იყიდეთ ტრანსლაცია სულ $1.99, თუ წინასწარ ვერ იყიდით, მოგიწევთ $4.99 გადახდა. იგივენაირად მინდა მოგიწოდოთ, რომ ბილეთები წინასწარ იყიდოთ, დღესდღეობით $100 ღირს, უკვე რაღაც 30-მდე არცა 28 თუ რაღაც ეგრე ბილეთი რჩებოდა დილით რო ვნახე, ამიტომ იყიდეთ ბილეთები წინასწარ, $100-ში გამოხვალთ, ადგილზე $120 ეღირება და ფასს რო თავი გავანებოთ, დიდი ალბათობაა, რომ არ იყოს ბილეთები. ამიტომ წინასწარ მაქსიმალურად შეიძინეთ, დაგეგმეთ და გაატარეთ ჩვენთან ერთად ეს უმაგრესი ახალი წლის, ძველით ახალი წლის საღამო. გამაგრინჩ!